მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ სამცხე-ჯავახეთის ტურს. და ჩვენი პირველი მოსანახულებელი ადგილი არის მწვანე მონასტრის სახელით ცნობილი წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯერ კიდევ მე-9 საუკუნიდან მომდინარეობს. იგი ააგო გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტეფორემ. წმინდა გიორგის ეკლესიის გარდა სამონასტრო კომპლექსში გვხვდება სამრეკლო, რომელიც მე-15-16 საუკუნით თარიღდება. 1552 წელს, როდესაც შაჰ თამაზი შემოესია ზოგადად სამცხე-ჯავახეთს, წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსად განსაკუთრებით კი ადგილობრივი მოწესეები უწამებია. ეს კი ჩვენი ჯგუფია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. ჩვენი შემდეგი გაჩერება ტიმოთე-სუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, მეორნაირად ტიმოთე-სუბნის სიონი. იგი უნიკალურია მე-12-13 საუკუნისთვის, რადგან აგურითაა ნაგები და სწორედ ასეთი ტიპის ტაძრები საქართველოში მე-12-13 საუკუნის ძეგლებს შორის ყველაზე გამორჩეული. ღვთისმშობლის სახელობის დღის ბოლოს ჩვენი მესამე ლოკაციაც მოვინახულეთ, ეს არის ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ზარზმის მამათი მონასტერში, რომლის დაარსებაც მე-9 საუკუნის მოღვაწე სერაპიონ ზარზმელთან არის დაკავშირებული. ხოლო მე-14 საუკუნეში აგებული ეს შესანიშნავი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მისი მშენებლობა დაკავშირებულია ბექამანტა თურთუხუცესთან, რომელსაც კადრში ხედავთ. გარდა ამისა, გამოსახულია სარგის პირველი, სარგის მეორე და ყვარყვარე ჯაყელები. ხოლო ეს სერაპიონ ზარზმელის დროინდელი ტაძრის ნანგრევებია. და დადგა დრო, როდესაც უკვე სასტუმროში გადავინაცვლეთ. ეს სასტუმროს ინტერიერში განთავსებული გორელიეფია. აცალე შენ განაცვალე? უჩქუმე ხათამდა გორი თუ რა იქნება? წიდა ობენორიო. შემაშო სიმღერა. ეს სიმღერა მეც ვიცი. ამ კადრებს რო ვიღებდი, ჩემი ასაკი და ოჯახს გარეთ კეთილი სურვილები გამახსენდა. ბიჭო, მეიყვანე დედა, ცოლი მეიყვანე. და დადგა მეორე დღეც და გადავწყვიტეთ რაბათის, ანუ ახალციხის ციხის მონახულება. ახალციხის ციხის თავდაპირველი სახელწოდება ლომსიანთა, რომელსაც მე-9 საუკუნეში გვარამ მამთალი აგებს. შემდგომ პერიოდში დავით აღმაშენებლის ბრძანებით ბეშქენ ჯაყელი მას აღადგენს. მე-14-17 საუკუნეებში კი სამცხის ათაბაგთა მთავარ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. 1578 წელს იგი ოსმალების ხელში გადადის, მაგრამ 1628 წლამდე ათაბაგები ისევ ძველ ტიტულს ინარჩუნებენ, მაგრამ შემდგომ პერიოდში ისინი იხსენიებიან როგორც ფაშები. თქვენ ახლა კადრში ხედავთ მედრესეს, რომელიც ოსმალურ პერიოდში არის აგებული. ახალციხის ციხე მოიცავს კიდევ ერთ მუზეუმს, რომელიც გალავნის შიგნით არის გახსნილი 1970 წლიდან. მუზეუმი თავდაპირველად ივანე გვარამაძემ გახსნა საკუთარ სახლში კერძო კოლექცია. იგი იყო შესანიშნავი ისტორიკოსი, პედაგოგი და კათოლიკე მღვდელი. აქ იმდენი ვისაუბრე ჯაყელებზე, ჩემი თავიც კი დავალე. ბოლოს თავისუფალი დროც ჰქონდა და გადავწყვიტე კადრები ამეღო სპეციალურად ამ ვიდეოსთვის. ახალციხე დავტოვეთ და გადავინაცვლეთ ახალ ქალაქისკენ, კერძოდ კი კუმურდოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისკენ. კუმურდოს ღვთისმშობლის შობის ტაძარი ლეონ აფხაზთა მეფემ 964 წელს დააარსა.
იგი იმ უიშვიათეს ეკლესიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა კედელზეც ღრმა კვეთით 30-მდე წარწერაა განთავსებული. მათ შორისაა 964 წლით დათარიღებული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ამ ტაძრის აგების პერიოდს. განსაკუთრებით საინტერესოა ხუროთმოძღვარ საკოცარი, რომელსაც უნდა დაეწყო ამ შესანიშნავი ეკლესიის აგება. შემდეგ პერიოდში მოხსენიებული არის იოანე კუმურდოელი მიტროპოლიტი, სვიად სპარსალარი და ვაჩე ერისთავი. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, ხოლო შიდა ინტერიერში 5 აბსიდისგან შედგება. ფრესკებზე კი შემონახულია ლეონ მეფისა და ასევე მისი დის გურანდუხ დედოფლის ფრესკაც. აი ეს არის ტაძრის მაკეტი, თუ როგორ უნდა აღდგენილიყო 2020 წელს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ხელა ჯგუფით ამ უნიშნულოვანესი ტაძრის მონახულება პირველად მოხდა. და სწორედ ამაზე ვსაუბრობ ავტობუსში. ჩვენი მეგობრები საერთოდ არ არიან დააგვიდები. იმედია მომეც გაატარებენ. დღის ბოლოს ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ვეწვევით. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი იწყება სოფელ ანანურიდან, რომელიც მე-12 საუკუნის თარიღდება და შემდგომი პერიოდი უკვე უშუალოდ გიორგი მესამესთან არის დაკავშირებული 1156-დან 1203 წლამდე ვიდრემდის თამარი მეფობს. ამ სამონასტრო კომპლექსში 3 სამშენებლო განახლება თარიღდება. ეს არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, აი ასეთი არის AI-ის ტექნოლოგიით დანახული ვარძია 1293 წლის მიწისძვრამდე. აქ გმირგმენობის შეთავსებაც მომიწია და რაც მთავარია პოზიტიური განწყობა აღლილობის მიუხედავად და დაბრკოლებების, რომელიც გზადში. გოგი, რამდენი არ გაამხელს? ამ შესანიშნავ ჯგუფთან ერთად მოგზაურობას მართლაც არაფერი გქონს. მთელი გულით გელოდებით შემდგომ თავგადასავალში.